ოპოზიციის უპასუხისმგებლობა და ხელოვნურად შექმნილ პროტესტში მორიგჯერ მიტოვებული მხარდამჭერები. რადიკალების ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ბარსელონაში ისვენებს, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დაუმორჩილებელ წინააღმდეგობას აანონსებდა. დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავდა. ელისაშვილის მოლოდინმა არ გაამართლა. 26 მაისს ისევე როგორც სხვა დღეებში რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად მცირე რიცხოვანი შეკრება შედგა. მორიგი იმედგაცრუების ფონზე როგორც ჩანს, ელისაშვილს განტვირთვა დასჭირდა და დასასვენებლად ბარსელონაში გაემგზავრა. თუ რატომ გაიქცა ელისაშვილი საპროტესტო ველიდან და როგორ ისვენებს ბარსელონაში, ამაზე პასუხის მოსმენას პირადად მისგან შევეცადეთ, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ალეკო ელისაშვილის ევროპულ ვოიაზე ინფორმაციის გადამოწმება მის გუნდში ვცადეთ. როგორც გაირკვა, პარტიაში არავინ იცის თუ სად იმყოფება ელისაშვილი. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ჩასძინებია გადაღლილ ელისაშვილს ბარსელონისკენ მიმავალ გზაზე. ვერ გეტყვით, მე ალბათ ერთი კვირა არ მინახავს ალეკო და არ ვიცი სად არის. არსებობს სამუშაო პერიოდი და არსებობს დასვენების პერიოდი და თუ ალეკო ჩათვალავ დღეს ივნისში, ზაფხულში გამოიყენოს პერიოდი დასასვენებლად გამოიყენოს. რატომ უნდა შევაფასოვარყოფითად? ალეკო ელისაშვილის ევროპულ ვოიაზე არაფერი სმენიათ ნაცმოძრაობაშიც, თუმცა პარტიაში ოპტიმისტურად არიან განწყობილი და არ გამორიცხავენ, რომ ელისაშვილი არა დასასვენებლად, არამედ ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფება. არ ვიცი, ეს უნდა ვკითხოთ ალეკო ელისაშვილს. მე არ ვიცი, დასასვენებლად არის წასული თუ შესახვედრად არის წასული ხარ. რამდენი ვინმე გაფრინდება, ამაზე პარტია პოზიციას ვერ გააკეთებს. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიცია ზნეობრივ ნორმებს დიდი ხანია გასცდა. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანს აქვს დასვენების უფლება, თუმცა როდესაც რადიკალები მათივე დაწყებულ ანტისახელმწიფოებრივ ბრძოლაში მოქალაქეების მცირე რიცხვს ითრევენ და შემდეგ მარტო ტოვებენ, ეს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. არც პირველია და არც უკანასკნელი, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ლიდერები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან ბრძოლის წინახაზე უნდა იდგნენ, მაგალითს უნდა აძლევდნენ, პირიქით უშვებენ ამ ბრძოლაში სხვა ადამიანებს და თავად ეფარებიან ჯირგვებს. ესეც არანაირი გამონაკლისი ეს ადამიანი არ არის, არც პირველია მისგან სხვათა შორის და როგორც ჩანს არც უკანასკნელი და ის ხედავს რეალურად მას ურჩევია როგორც უპასუხისმგებლო პოლიტიკოს, რომ სხვებმა გააკეთონ საქმე, სხვებმა აიღონ პასუხისმგებლობა და თავად მაქსიმალურად გაიწიოს და შემდგომ ნასუფრალზე თვითონ მიიღოს შედეგები, რაც შეიძლება რომ დადგეს ამ პოლიტიკით. დაიღალა ბატონი ელისაშვილი და განტვირთვას ეძებს ევროპაში, ზუსტად ისევე დაიღალა, როგორც ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი დაიღალა პროტესტის უწყვეტი გამოხატვისგან, მიატოვა აქ ყოფი ადამიანები, რეალურად ამ ეს ადამიანები მხოლოდ განცხადებისთვის აკეთებენ და ამ ყველაფერს იმიტომ შვებიან, რომ შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ზოგიერთ შეცდომაში შეყვანილია, ზოგიერთი პირდაპირ დაფინანსებულია და ეს ადამიანები გამოიყვანონ და ის ეგრეთ წოდებული პროტესტი, რეალურად მართული და დაორგანიზებული პროტესტი აჩვენონ შემდეგ თავიანთ პატრონებს უცხოეთში, რომ თქვენ რომ თანხებს იხდით, აი კარგად ვასრულებთ, კარგი ბიჭები და გოგოები ვართ და პროტესტი უცხოეთად გრძელდება. ყველა ადამიანს აქვს დასვენების უფლება, თუმცა როდესაც სხვას აუმებს შენს არასწორად დაწყებულ ბრძოლაში და აძახებინებ აქ ყოველდღე რუსთაველზე აყენებ, რომ გადაკეტონ გზა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა და ამის ფონზე მიდიხარ და ისვენებ, მინიმუმ ამორალური არის, თუმცა ალეკო ელისაშვილისგან ამორალურობა ალბათ არავის გაუკურდება, შესაბამისად ეს ერთ-ერთი მისი ჩვეული მოქმედება არის. ოპოზიციურ ფლანგზე ალეკო ელისაშვილი რომ ერთ-ერთი არასერიოზული ფიგურაა. ამას მისი წარსულიც გვახსენებს. ბევრჯერ ნაცადი პრაქტიკა გვაჩვენებს იმასაც, რომ ქუჩის ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს ძალადობისკენ ახალისებს, პირადი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად პროტესტისკენ მოუწოდებს. თავად კი პასუხისმგებლობას გაურბის და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეებს მათივე დაწყებულ ბრძოლის ველზე ტოვებს.